გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ ერთი ისტერიკაა ატეხილი საქართველოში ამ ვიზების გაუქმება და დაშვებასთან დაკავშირებით და მინდა გამოვეხმაურო ამ ყველაფერს თან ერთი ძალიან ტრაგიკული ფაქტი მოხდა გუშინ და რა ვიცი, დიდ ხანს ვეცდები თავი არ შეგაწყინოთ, მაგრამ მინდა უბრალოდ ის რაც ხდება რეალობაში და საქართველოში როგორცაა ეს ყველაფერი წარმოჩენილი, ერთი როგორც ჩემი რიგით ქართველის აზრი გამოვხატო. მოკლედ ატეხილი არის ახლა ერთი ამბავი ტრადიციულად, როდესაც დადგება რაღაც პერიოდი, აივლის და ისევ და ისევ დაგვიწყებენ ქართველებს იმის საუბარს, რომ აი უვიზო გაუქმდება, აი იწყება დეპორტაციები ევროპიდან, აი ასე არის საქმე, აი ისე არის საქმე, აი უბედურათა, აი ეხლა ეს მოხდება, აი ეხლა ეს მოხდება და აქ გადმოხვეწილი ადამიანები აქ 900 იქეთ, ყველა ნერვიულობს, ყველა განიცდის, ვაი რა გვეშველება, უი რა გვეშველება. ის არ ყმარა ამ გასაცდოებულ ადამიანებს, რომ 900 იქეთი იყოფებიან ამ პირობებში და სამკურნალოთა, სამუშაოთა თუ ისთვისაა გადმოხვეწილი აქეთ თავის გატანაზე ფიქრი ამას ყოველთვის მერე ემატება და ახლა ეს მთელი აქ ვინცაა ეს ევროპაში და დასავლეთში ეს სათვისტომოები და ესენი აყვებიან ეს საკვირაო სკოლების და ამათი ხალხი ვითომ დიასპორების ხელმძღვანელები და ვითომ ეს ჯგუფები რო აქვს გაკეთებული რა და წავა ტერორი, აბა ესეთი მთავრობა გვყავს, აბა ისეთი მთავრობა გვყავს. ეხლა ჩვენ იმას დაგვიწყებენ, რა ქვია, დეპორტაციას დაგვიწყებენ ამის გამო რომ კობახიძემ ეს თქვა, იმან ეს თქვა. რაღაცა მინდა რა შეიძლება ხალხო, აი ჩვენი როგორც ერის და როგორც ქვეყნის და როგორც საზოგადოების უმთავრესი პრობლემა რაში არის, იცით? იმაში არის პრობლემა, რომ დღეს ქართველმა და ქართულმა საზოგადოებამ, აი ეგრეთ წოდებულმა და დღევანდელმა ქართველობამ ვერ გაანსხვავა ერთმანეთისგან ქართველი, საქართველო და ამათი დამპალი ნაცი და ქოცი. აი ეს აქედან ვერ გამოვიდა. ერი ვერ გამოვიდა ამ ყველაფრიდან რა. და რაც უბედურება საერთოდ ჭირს ქვეყანას და ერს, ამას ამ ნაცხოცებს კი არა ბრალე ისაა დამნაშავე და საერთო ჯამში ხდება, საბოლოო ჯამში ხდება ქართველი ადამიანის საქართველოში იქნება თუ საქართველოს გარეთ იქნება, პრესში მოქცევა და უბედურ დღეში ჩავარდა. და ამას ეხება ახლა ეს ყველაფერი, აი ამათ ბინძურ პოლიტიკანურ ამბებს ეწინება ამ ადამიანების ბევრი სიცოცხლე ეწინება ამ ყველაფერს და ნუ მოკლედ რა დღეშიც არის. ესე იგი, რა მინდა გითხრათ? მოდი დავიწყოთ აი ამ ტრაგედიიდან. წვალი გახდა ცნობილი, რომ ესე იგი შეერთებული შტატების საემიგრაციო სამსახურის მიერ დაჭერილი საქართველოს მოქალაქე 53 წლის სიცოცხლით სავსე ადამიანი შეერთებული შტატების საემიგრაციო ციხეში გარდაიცვალა. გარდაიცვალა ადამიანი. თქვენ თუ მაჩვენებთ დღეს სადმე რომელიმე ან პოლიტიკოს, ან საგარეო საქმეთა სამინისტროს, ან რომელიმე ელჩს, ან ვინმეს გამოსულიყო და ამ ადამიანზე ერთი სიტყვა ეთქვა, თუ რატო გარდაიცვალა ეს ადამიანი, რა მოხდა, ვინა ამ ყველაფერში დამნაშავე, მართლა ჯანმრთელობის ამბავი იყო, მართლა ვინმე გაბედა ამის თქმა? ვინმე აი სულ ენაზე რო აქვთ წამოგებული და 24 საათი რო იძახიან, რომ აი რუსეთმა დეპორტაციის დროს ამდენი ადამიანი გარდაიცვალა. კი ბატონო. კი ბატონო, ხო? 2006 წელს ვისაც არ ქონდა საბუთები წესრიგში მოკიდეს რუსეთში ხელი და უხეში ფორმით იყო თუ ასე იყო თუ ისე იყო, გამოადეპორტეს და ამ გამოდეპორტების დროს გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე. და ხო, ყველა წიოდა და კიოდა და ტრაგედია იყო, ხო, ჩვენთვის მით უმეტეს პატარა ერისთვის, რომელსაც დასაკარგი ქართველი არ აყავს, მართლა სერიოზული პრობლემა იყო. ბიჭო, ევროპიდან დაწყებული მის მერე გინდა შეერთებული შტატებიდან საქართველოს მოქალაქეებს პანტიპუნდად ყრიან. მარტო შარშან 10,000-ზე მეტი მოქალაქე გამოადეპორტეს ევროპიდან საქართველოში, ხო?
ელემენტარული კითხვა ამ ადამიანების ბედი ვინმეს ადარდებს, ვინმე მოიკითხა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ვინმე ელჩი ოდესმე გარკვეულა ჩვენი მოქალაქეების ბედიღბალში, აქ რაც ხდება, კიდე შეერთებულ შტატებში. შეერთებულ შტატებში ვინც მჯდარა საიმიგრაციო ციხეში, მე მყავს მეგობრები, რომლებსაც მოუწიათ ამ ჯოჯოხეთისკენ. ხო ვის არ აქვს ახლა ქართველს შინაური რომელიც ან ევროპაშია ემიგრაციაში ან ამერიკაშია ემიგრაციაში ან სადმე სხვა ადგილას კიდე არ მოუწია წასვლა. ეს არის ჩამოყალიბებული ჯოჯოხეთი. ეს არის ჩვეულებრივი გუანტანამოს ბაზის ვარიანტი. პური არ მოაქვს საჭმელი ადამიანებისთვის და ელემენტარულად 40 დღე, 45 დღე ზოგიერთ შეიძლება წლები იყოს იქ. ერთხის დღეშია იქ ადამიანი ჩავარდნილი და გარდაიცვალა ადამიანი. მაჩვენეთ ვინმე გაბედა ამ თემის ხსენება? თუ ამ ერთი ადამიანის ბედიღბალი ვის რა შეაინტერესებს, როდესაც საქმე საქართველოს და შეერთებული შტატების და ამათ აი ერის და ქვეყნის იმას ეხება, ამ დროს ერთ მოქალაქეზე ვინ ამოიღებდა ხმას? აი ბატონო, რუსეთი მტერი იყო, ოკუპანტი იყო, ვებრძოდით, ახლაც ომის პირობებში ვიმყოფებით რუსეთთან. ეს ხო ჩვენი ძმა და მეგობარი არის, ეს ხო თქვენი ლოგიკით ეს, რასაც იძახით, ნაცი, ქოცი, ეს კატეგორია ხალხი, ვინც იძახით, ეს ხო სტრატეგიული პარტნიორია. სტრატეგიული პარტნიორია, ხო და აი ამ მე იტყვიან რატო გეზიზღება, მეზიზღება, ამერიკული პოლიტიკაც მეზიზღება და ევროპული პოლიტიკაც მეზიზღება და მათი პოლიტიკოსებიც მეზიზღებიან, ვინ ჩემი ქვეყნის და ჩემი ერის მიმართ ასე იქცევა. ბიჭო, ათობით ახალგაზრდა ჩავდევით მიწაში და ჩემი თვალით ამაქვს ნანახი და მონაწილეობა მაქვს მიღებული. აი ამ ძაღლიშვილების პოლიტიკის გამო იქნებოდა ერაყი თუ ავღანეთი. ეხლა 500-მდე ადამიანი რო იქ დასახიჩრებულია, დაავადებულია, კიდურები მოწყვეტილი, ნაღმზე აფეთქებული, რამდენი ფსიქოლოგიურად შეშლილი, ეს კიდე ცალკე თემაა. აი ამ დედამოწყვილების გულისთვის. იმის ღირსიც კი არ გაგვხადეს, არ ვამბობ სხვა იმ ათმობებზე ტერიტორიული, ისინი ყველაფერი ამათ ტაშფანდურულ პოლიტიკას. იმის ღირსიც კი არ გაგვხადეს, რომ სავიზო რეჟიმი შეენარჩუნებიათ, შემსუბუქებიათ და რა გახდა ბიჭო, სულ 3,5 მილიონი აღმოვართ ეს ქართველები რა ყველასთვის აგერ ყელში ამოსასვლელი აღმოჩნდით. საქართველოში ხო ამათი მიერ მართული, ამათ რომ მოწონთ ნაცები თუ ქოცები რომ მოწონდათ, თავიდან თუ შევარდნაძე მოწონდათ, ამათი გატარებული პოლიტიკის წყალობით საქართველოში ქარხანა არ დარჩა, ფაბრიკა არ დარჩა, ამათი რეფორმები, ამათი ჭკვილი, სოფლიო ბანკი იქნება, სავალუტო ფონდი იქნება, ამერიკის ელჩი იქნება, ყველაფერი ამათი მითითებით დავანგრიეთ ჩვენ ქვეყანაში. ყველაფერი გავასწრო, იმიტომ რომ ამერიკელებმა გვირჩიეს, იმიტომ რომ ამერიკელები გრანტს გვაძლევდნენ ჩვენი ქვეყნის დანგრევაში. ასეთი იყო ეს ამათი პოლიტიკა, რომ სხვა ქვეყნები, აი დებილი რო არიან და ავადმყოფები რო არიან, რომ ამერიკამ რა დაგიშავა. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხელმძღვანელობენ იმას, რასაც ქვია ეკონომიკური მკვლელების აღსარება, თუ შებრძანდით და ნახეთ კაცო, რას აკეთებენ. როგორ უნდა განადგურდეს პატარა ქვეყნები და სხვა ნებისმიერი ქვეყანა არ აქვს მნიშვნელობა ეს საქართველო იქნება თუ მისი კონკურენტი ქვეყანა იქნება, სადაც წარმოება, ქარხანა, ფაბრიკა, არაფერი არ უნდა დარჩეს, იმიტომ ეს ქვეყნები მთლიანად მერე უნდა იყვნენ დამოკიდებული ამათზე. ეს არის მათი პოლიტიკის შედეგი. ელემენტარულ და საქართველოს თუ ვინმეს დამოუკიდებელი გონია, ეხლა ეს მისი პრობლემა არის, მისი განათლების პრობლემა არის, მისი საზოგადოებრივი თუ სამხედროებრივი განვითარების პრობლემა არის და არ ვიცი ახლა ეს დებილი უნდა, ავადმყოფი უნდა იყოს დღეს, ვინც გამოვა და იტყვის, რომ საქართველოს დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყანაა. ყველაფერი ყოველთვის ვიღაცისთვის უნდა შეეთანხმებია, გინდა წინა ხელისუფლება იყოს, გინდა ახლანდელი ხელისუფლება იყოს და აგერ ბიჭო ადამიანი მოკვდა და ხმას ვერ ბედავს, ვინმე რა მოიყოს. აბა ერთი ამერიკის მოქალაქე მომკვდარ იყო საქართველოში. აბა ერთი ამერიკის მოქალაქეს თმის ღერი ჩამოვარდნოდა. შეიძლება უკვე იმას რა ქვია, B-52-ებს დავიბომბეთ. ქვაქვაზე არ დარჩებოდა. საქართველოს მოქალაქე რა მნიშვნელობაა კაცო ჩვენ
მილიარდ ნახევრიანი ჩინეთივით დიდი ვართ და მოსახლეობის მეტი რა ყავს კაცო და ამ მნიშვნელობა ვის რა შეადარდებს. მივიდო და ახლა თქვენ გონიათ იქ საქართველოს რჩი როა ეს წაგლა წამოპლაგული? ვინმე თავ შეეწუხდება და ამ ადამიანის ბედით მოინახულებდა? არა. არავის არ აინტერესებს. იქ ხალხი არის თვეობით კი არა, წლობით არიან, რო იცოდეთ რა. ხო და გვამადლიან თავს რო ესე იგი მათ დედამოწყნულ ქვეყანაში მათ მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, როდესაც ქართველიერი ჩავარდა ეკონომიკურ, სოციალურ ყველანაირ უბედურებაში და მექსიკით მოუწიათ გადასვლა, რომ თავი გადაირჩინონ და იქაც მონური მუშაობა. და ერთი გადადეთ ერთი რომ ნატრულობენ ამავე ევროპაში და ამერიკაში წასვლას მონურ სამუშაოზე უწევთ ხალხს წამოსვლა. ეხლა მე არ ამაქვს იმ ზოგიერთ დედამოწყნულებზე ლაპარაკი, რომ გაძღენ. რომ გაძღენ და სადაც გაძღენ სამშობლოც რო იგონიათ, რომ ამერიკის გულისთვის ყიას რო გესვრიან. რას ქვია ამერიკის ინტერესებისთვის. თავის დროზე როცა ჭირდებოდათ რუსეთში რო იყვნენ და იქ ძღებოდნენ და იქ იმაშვებოდნენ და ვერაფერს ვერ ეტყოდი. ახლა ამერიკაში წავიდნენ, ახლა ახალი პატრონი ნახეს და იქ გაძღენ. ზოგი რა მნიშვნელობა აქვს, რა სამუშაოზე გახდა, მაგრამ ეს ზოგი ტაქსის შოფერია, ზოგი ტრაილერის შოფერია, ზოგი რაღაც ისეა და პოლიტიკას გელაპარაკებიან და პოლიტიკას გიხსნიან. თუ რატოა კარგი ამერიკა და რატო არის ცუდი დამოუკიდებელ საქართველო. მე ამ ხალხზე არ მაქვს ლაპარაკი. აი ეს უბედურება, ეს ტრაგედია დღეს ვითომ სადღაც ვიღაცა მოკვდა და ეგ არაა ჩვენი საქმე. არც ამერიკის საელჩოს განცხადება, რომ წუხვართ, მოხდა ესეთი რაღაცა, არც საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება არა წუხ. მე რა უნდა გიქნათ? რა უნდა გიქნათ? ამ დედაატირებულმა ამერიკელებმა და ევროპელებმა რომ იგრძნოთ თავი, რომ რეალურად იგრძნოთ თავი, რომ თქვენ ესენი თავიანთი ფეხის ნაბანათას არ თვლით. აი რადონის თვითკოლონიზება უნდა გაუკეთოს ადამიანმა, რა დონის მონა უნდა იყოს. არა აქვს მნიშვნელობა სხვათა შორის ქოცური ხელისუფლება იქნება, ნაცური ხელისუფლება თუ იქნება თუ ვინ იქნება, მნიშვნელობა არ აქვს. ქართველმა ერმა და ქართულმა სახელმწიფომ გაიღო უზარმაზარი სისხლი და გაიღო უზარმაზარი მსხვერპლი იმისთვის, რომ ამათი დამპალი პოლიტიკისთვის ხარდაჭერა განეხორციელებია. არ აქვს მნიშვნელობა ეს ვისი ხელით მოხდა, სააკაშვილის ხელით მოხდა, ივანიშვილის ხელით მოხდა თუ შევარდნაძის ხელით. ამათი უნამუსო დედაშევეცი. ამათი ელჩიდან გადახდილი ერთი მადლობა არავის არ ახსოვს და ნორმალური მოქცევა არავის არ ახსოვს, როგორც რომის პროკურორი ჩადიოდა ევას თავის პროვინციაში ჩამოსულები არიან და იმას გეუბნებიან, აქ ვიღაცა ეს რა ქვია LGBT პარადი უნდა ჩატარდეს, ის ამნაირი კანონი უნდა გქონდეს, ეს ასე უნდა ქნათ, იქ სანქცია უნდა დააწესოს. ჯერ ხო ნორმალურად არავინ არ დალაპარაკებია ქართველებს. შეხედეთ ამათ ელჩებს. ესენი ელჩები არ არიან დამოუკიდებელ ქვეყანაში. ესენი არიან კოლონიაში ჩამოსული ემისრები. და ეს ხალხი მონა ამას არავინ არ იტყვის. ხო რა მოხდა ახლა ალბათ დაარღვია კანონი და ხო გარდაიცვალა და მე რა მოხდა ხო. ეს ხო ვიცით. სტრაკიდან განათლებულების ისა რა ქვია დამოკიდებულება ქართულ ამერიკულ და ქართულ ევროპულ ურთიერთობებს. აი ბატონო, გავიგეთ ეს ამერიკელები. ახლა მინდა ამ გამოსწირებულ ევროპელებს მინდა მოუბრუნდე რა. ბიჭო, ევროკავშირს ადრეც მისაუბრებია ამ ამბავთან დაკავშირებით და ახლაც ვისაუბრებ. ევროკავშირს მსოფლიოში 69 ქვეყანასთან აქვს უვიზო მიმოსვლა. და ამ 69 ქვეყნიდან თავისთავად ახლა ეს ევროპული და ეს არ იქნება რა ქვია, აზიური ქვეყანა რო არ იქნება, ყველა რა თუნდა ლაპარაკი ამას ხო, ამდენი ქვეყანა სადაა ირგვლივ მithuete სამეზობლოში. რა მინდა უთხრა, იცი? როგორ ქვეყნები არიან, იცი, ამ 69 ქვეყანაში? სადაც დემოკრატია არსებობს, ადამიანის უფლებები არსებობს და რამე არსებობს კი არა. აგერ ბიჭო,
2 წელიწადი, 3 წელიწადი იქნება, შეიძლება ადამიანის ხორცის ჭამა შეწყვიტეს. ზოგიერთ შეიძლება არ შეუწყვეტია. მათ შორის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დამრღვევი ბოროტი ნაურუს, ბოროტი დიქტატორული ნიკარაგუას და ვანუატუს და ამ ქვეყნების მიმართ უვიზო რეჟიმები გააჩნიათ. უვიზო შეუძლია ნაურუელი, ვანუატუელი, რა ქვია იმას, ნიკარაგუელი ჩამოვიდეს და უპრობლემოდ იყოს იმაში, შიგ ევროპაში. ეს ქვეყნები ევროკავშირის არც სტრატეგიული პარტნიორები არიან, არც მეზობლები არიან, არც რაიმე გეოპოლიტიკური ის გააჩნიათ, რა ქვია, ხერხემალი ისეთი როგორც საქართველოა და ავი აქვს, ძმაო, შედით ეხა ჩემი თუ არ გჯერათ ადექით და ჩამოწერეთ, შედით ინტერნეტში დაგუგლეთ და ნახეთ. რამდენი ქვეყანაა და როგორ აქვს, თუ გინდა წაგიკითხო, რა მნიშვნელობაა. ხო და რა გახდა ასეთი ეს პატარა საქართველო? ეს 3 მილიონი ნახევრიანი საქართველო. მე მაინტერესებს, კითხვა მინდა დაუსვა აი ამ ტრაკიდან განათლებულ ევროპელებს და მათ იმგენს, რა ქვია, საქართველოში არსებულ იმას ზბროდს, რომელიც არის როგორ ვერ შევძელით ქართველებმა, რომლებსაც მთელი ჩვენი ცხოვრება, მთელი ჩვენი ისტორია, მთელი ჩვენი ცივილიზაცია, რომელსაც აი ევროპული, ქართული და მე თუ მკითხავ საერთოდ ევროპასთან დაკავშირებით, ეს ახლა დებილი და ავადმყოფი ამას რას გაიგებს, მაგრამ რეალურად სამი წარმოშობის არის ევროპული ცივილიზაციაზე თუ არის საუბარი, ესა რომაული, ესა ბერძნული და ნაკლებად ვინმე ლაპარაკობს ამ მომენტთან დაკავშირებით, ქართულ ცივილიზაციას რამხელა როლი აქვს თვითონ როგორც ევროპის, მე ვამბობ კულტურულ ევროპაზე მაქვს ლაპარაკი, რო იცოდეთ. და რა არა კონჩიტას ევროპაზე და ამათი რა ქვია ფოგიტების და ფონდერ ლაიენების და ბიონაგავის და საქართველოში არსებული ბიოლოგიური ნაგავი, რომელიც მას უკრავს სტაჟს და მისი ქვეყნის პასიარზის, ამაზე არ მაქვს ლაპარაკი. მაგრამ ზოგადად ევროპული ცივილიზაციაზე საუბარი. და ამ ხელა წვლილი აქვს საქართველოს შეტანილი, ახლა ამაზე ზედმეტია ძნელია ლაპარაკი, კაცო. ძნელია ამაზე საუბარი. ჰუმანიზმის ცნება იქნება თუ ქრისტიანული საქართველოს მაგალითი, რომელიც დარწმუნებული ვარ, ბევრ რაღაცაში გათვალისწინებულია, რომ არ გვეუბნებიან თანამედროვე ევროპაში, აიღეთ ბატონო მე-12 საუკუნის საქართველოს, სადაც სიკვდილი დასჯა იყო გაუქმებული, სადაც ქალთა უფლებებზე, აგერ მე-20 საუკუნეში რომ მიაღწიეს ევროპელებმა, აგერ ჯერ კიდე იმაში იყო, ჩემო კარგო, მე-12 საუკუნეში ქართველი ქალი მეფე იყო და უამრავი მსგავსი პრეცედენტები და თუნდაც იგივე ქართული სასამართლოს სისტემები, რომელიც დღეს განიხილება მედიატორულ ემათ რა ქვია ფუნქციად იგივე ევროპაში. ახლა ეს მე ვიცი ეს უკვე განათლებულები ამას ვერ გაიგებენ. ამიტომ თქვენთვის არ ვლაპარაკობ, მე ნორმალური ხალხისთვის ვლაპარაკობ. რა ვერ მივახციეთ, ბიჭო, ქართველებმა რა ვერ დავიმსახურეთ იმის ფასი. ერთი ისტორიკოსი ამბობდა ევროპელი, რომ თბილისში საქართველოს რო არ ყოფილიყო, ალბათ ვენაში მეჩეთი იქნებოდა. და მართლაც ასე იქნებოდა. ერთადერთი ქრისტიანული ქვეყანა საქართველო იქნა ჩაბმული ძირითადად ბიზანტიის იმპერიის დაცემის მერე და ესე შემდეგ ამ იმგენთან, თორე დანარჩენები ძალიან გემრიელად იყვნენ ოსმალეთის იმპერიასთან შეინჭირება შენგენლაცვალეში. რა ვერ დავიმსახურეთ ქართველებმა? რა ვერ ჩავაბარეთ ეს ევროპული გამოცდა? რომ ელემენტარულად არ დაგვემადლებოდეს აი ის სამარცხვინო უვიზო რეჟიმი, რომელიც სამარცხვინო უმიზო რეჟიმის დღეს საქართველოს მოქალაქეებს გაგვაჩნია ევროკავშირთან. სამარცხვინო ეს. ეს არის სამარცხვინო სავიზო რეჟიმი, ისევე როგორც ამ ვიზა ლიბერალიზაციის მას არაფერი შეხება არ აქვს, იმართლა გითხრა, როგორც აქვს მიღებული პარტნიორულ სავიზო მიმოსვლასთან. დარწმუნებული ვიყავი თამაში. არავის, ჩემო კარგებო, ნაურუსთვის, ტუვალუსთვის, ვანუატუსთვის და ნიკარაგუისთვის და ასე შემდეგ არ მოუხვევია თავს და არ დაუძალებია ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება, რაც საქართველოს დააძალეს თურმე და ეს ხოცები გამორბოდნენ პირველი და ქართული ინტერესი, ქართველი ერის მისწრაფებებს ქოლავდნენ და სადაა ეს სიკვდილის ფორმულა როა ეს დედაძაღლი ეს წულუკიანი და ესენი სულ გამორბოდნენ ვიზა ლიბერალიზაცია გვაქვს მისაღები და ამისთვის გჭირდება და გადაუარეს ფრთილად ქართულ მენტალობას, გადაუარეს ქართულ ცნობიერებას, ყველაფერს საკუთარ ერს და ხალხს დაუპირისპირდნენ იმის გამო, რომ
რამენაირად მიცემოდა საშუალება აი სამარცხვინო სავიზო რეჟიმი, რომელიც სამარცხვინო სავიზო რეჟიმიც არის საქართველოს და ევროპას შორის. და ეს არის რაღაცა აბუჩად ასაგდები. ბატონო, გადავა, გადმოვა ადამიანი მუშაობის უფლება, იმას არ აქვს დიდი ხნით დარჩენის უფლება, იმას არ გააჩნია არაფერი, ეს არის რაღაცა იდიოტური. და ყველამ კარგად იცის, ევროპელებმა ძალიან კარგად იცოდნენ, როდესაც ამ სავიზო რეჟიმს იღებდნენ საქართველოსთან მიმართებაში, საქართველოსთან ტურისტული ნაკადები არ მიაწყდებოდა იმას, რა ქვია, ევროპას რა. ნახდათ არ მიაწყდებოდა, იმიტომ რომ საქართველოში ძალიან კარგად იცოდა მაგათმა საელჩომ და მაგათმა დაზვერვამ, რომ საქართველოში ძირითადად იყო გაჭირვებული, გაშიმშილებული, გაძვალტყავებული მოსახლეობა, ამათი ბრძნული ლიბერალური რეფორმებიდან გამომდინარე და მათ მიერ შენახული რეჟიმებიდან გამომდინარე, სამდეც მივიდა ჩვენი ქვეყანა. და ეს ხალხი თავისთავად იხულებდა და გაიქცეოდა, რომ აი კანონდარღვევით, მაგრამ თავი გადაერჩინა შრომიდან, რაც მოხდა. ნამდვილად მოხდა ეს. იყო დრო რუსეთთან სავიზო რეჟიმი იყო ევროპასთან სავიზო რეჟიმი იყო, ამერიკასთან ახარ ამართ ლაპარაკი, ისრაელში როგორ აწვალებდნენ ქართველობას და გადადგეს ამით და ესე იგი მთელი ერი უნდა ვიყოთ მადლიერი. რომ გაგვათანაბრეს ნაურუს და ტუვალუს და ნიკარაგუას და რომელიღაცა ესე იგი მათ რა ქვია. მესამე მეოთხე იმის დონის ქვეყნებთან და გვაყოლებენ დღემდე გვამადლიან ამ ყველაფერს. ბიჭო, მე არ ვამბობ იმას ნამდვილად არ ვამბობ, რომ ეს მნიშვნელოვანი არ არის. კი ბატონო, მნიშვნელოვანია, მაგრამ რასაც ქვია პარტნიორი და რასაც ქვია სტრატეგიული ურთიერთობები და რასაც ქვია ორ ქვეყანას და ორ გაერთიანებას და ქვეყანას შორის. ეს არ არის ჩემო კარგებო, ამ შიგ ევროპელები თუ ისმენენ ამ ყველაფერს, რომლებსაც დღევანდელ ევროპულ პოლიტიკაში ისეთი ანომალიები ხდება და ისეთი იდიოტიზმები ხდება, ესა რა ქვია, ტუალეტის ქაღალდი გამოიყენეთ ცოტაო და ესა წყალი ნაკლებად გამოიყენეთო, რომ ესო უკრაინასთან ომსო ჭირდებაო და ეს მე რა უნდა ველაპარაკო ახლა ამ გლობალურ კრიზისს, ცნობიერებით კრიზისს, რაც ევროპაში არის, კაცო, მაგრამ აი ეს უკნიდან განათლებულებო და მათო მომხრეებო, თუ თქვენ გაინტერესებთ, რას ქვია პარტნიორობა და თუ თქვენ გაინტერესებთ, როგორ ხდება ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა, გადახედეთ, ჩემო კარგებო, აგერ საქართველოს და თუნდაც აი ამ სამარცხვინო პირობებში მყოფი ქვეყნის და ჩინეთის დიპლომატიურ ურთიერთობას მოაწერეს ხელშეკრულებას, მოხდა სავიზო რეჟიმების გაუქმება, მოხდა სავაჭრო იმის რა ქვია ბარიერების შემცირება და ესე შემდეგ ასე ვითარდება ურთიერთობა. არ დაჭირვებია ამას, არ მოუთხოვია ჩინეთს, ამის გამო ეს კანონი მიიღე, ამის გამო ის კანონი მიიღე. თუ თქვენ გაინტერესებთ დღევანდელ საქართველოში დიპლომატი როგორ უნდა იქცეოდეს, ბრძანეთ ბატონო, აგერ ირანის ელჩი როგორ გადახედეთ Facebook-ს გადახედეთ. როგორ იქცევა საქართველოში? როგორ აჩვენებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სახეს, ორ ხალხს შორის ურთიერთობების სახეს და როგორ უნდა იქცეოდეს დიპლომატი? შედით, ნახეთ. მე არც ვიცოდი ამის წინებზე, მეგობრობა გამოუგზავნია, დავიმატე, რა ვიცი, ალბათ ამის გამო შეიძლება მე ახლა აგენტი ვარ და დასაჭერი ვარ, შეიძლება და დასახვრეტი ვარ. და გადავხედე ამ ადამიანის გვერდს. აი რას ქვია დიპლომატია, აი რას ქვია პროფესიონალიზმი, აი როგორ უნდა ელაპარაკო შენ ელჩი რო ხარ იმ ქვეყანაში და არა კოლონიზატორი, როგორ უნდა ელაპარაკო იმ ქვეყნის მოსახლეობას და როგორი უნდა იყოს ელჩის საქციელი. მიდით მიებარეთ, ჩაეწერეთ ირანის ელჩის ტრენინგებზე. დიპლომატიური ეტიკეტი მაინც ისწავლეთ. და ნახეთ. და არა ისე როგორც თქვენ იქცევით. დაწყებული თქვენი ევროკავშირის ელჩიდან გაგზელებული თითოეული ქვეყნის ელჩებამდე. ამას მე იმიტომ არ ვლაპარაკობ, რომ ქართული ოცნება და ქოცები კარგები არიან. ქოცები რა ბოზიშვილებიც არიან, ეს ჩემზე უკეთესად არავინ არ იცის. თქვენ რომ მეუბნებოდით, კაცო, გადასარევი მთავრობა საქართველოში უსაფრთხო ქვეყანაა, ვაკო. მე გიდასტურებდით ამას, რომ თქვენ 100-ია, მაგრამ სალომე ზურაბიშვილის თამადობით, იმის თამადობით, რა ქვია, ივანიშვილის გაგრძელებით, სხვა ბიოლოგიური ნაგვებით, რომელიც ქოცებში არიან. და საფრანგეთის პასპორტები აქვს ჩადებული. იგივე ღარიბაშვილი, იგივე წულუკიანი, იგივე დანარჩენები. და ამ პასპორტებით რო არიან, ესე რა ქვია, საქართველოს მთავრობაში. საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირები არიან მეორე ქვეყნის მოქალაქეები. იგივე ბრიტანეთის მოქალაქე არის, ესა რა ქვია, პრეზიდენტი. და რო გეუბნებოდით პირდაპირ, რომ ესა სირცხვილი, ესა სამარცხვინო,
რასაც თქვენ ლაპარაკობთ, როგორც თქვენ იქცევით, რომ აი ეს ხალხი, რადგან თქვენი მოქალაქეები არიან და რეალურად ერთი მხარეს და მეორე მხარეს აგენტურის ფუნქციას ასრულებს საქართველოში, გამოდიხართ და იძახით ახლა, რომ ესა რა ქვია, კარგი და გადასარევი და უსაფრთხო ქვეყანაა და 10,000-ობით ქართველს აბრუნებთ აქედან საკუთარ ქვეყანაში იმის გამო, რომ იმათ ასიამოვნ. ამას ქვია ბინძური პოლიტიკა. ამას ქვია ბინძური პოლიტიკოსობა. მე აქ როდესაც მქონდა და როდესაც იყო საჭირო მესაუბრა მე ამათ და მქონდა შესაბამისი საუბარი, ისე როგორც იმსახურებდნენ. მაგრამ მაშინ ისე იყო საჭირო. ახლა 100 არის საჭირო და ახლა კარგი და გადასარევია თურმე. კარგი და გადასარევი იყო მაშინ. კოცური ხელისუფლება, ახლა თურმე საზიზღრობა არის ისა რა ქვია. კოცური ხელისუფლება და ამის გამო კოცებმა კი არ უნდა აგონ პასუხი. ამის გამო თურმე ხალხი, რომელიც რას მივახციეთ, ხალხო 90 დღე შიგ ევროპის ტერიტორიაზე ფეხის დადგმის უფლება მოგცეს და ამას გვამადლიან. ახლა ეს უნდა შეგვიმცირო. და აი და ეს თავარია ეს პრობლემა კოცებმა კი არ უნდა ზღონ. ეს უნდა ზღოს ქართველმა ერმა. ჩვენ უნდა დავისაჯოთ იმის გამო, რომ კოცები არიან ესეთები. რატო? იმიტომ რომ ჩვენ არ ვცვლით იმას, რა ქვია, მთავრობას საქართველოში. აი მოგიტყანთ ევროპა და აი მოგიტყანთ ესეთი ღირებულებები რა. თქვენი და თქვენზე კაისფრთველის დედა შევეცი კიდე საქართველოში რა. მე იცი რატო ვაგინებ? ამიტომ გავაგინებ. ესეთები რო არიან. რა დააშავა ქართველმა ხალხმა? რა დავაშავეთ ჩვენ ქართველებმა, უბრალო ქართველებმა? იმის გამო, რომ ესეთი თქვენს მიერ შენახული რეჟიმები ყავს საქართველოში. რომლებიც ხან მოგწონთ, ხან არ მოგწონთ. კაი კოცები ახლა ცუდები გახდნენ. ნაცები, რომლებიც თქვენი მხარდაჭერილი იყო და თავიდან ბოლომდე თქვენი ბოზიშვილები იყვნენ შენახული საქართველოში, რომლებიც დემოკრატიის შუქურა იყო და რომლებმაც დღეს რო ამდენი ქართველი არის ჩამოსული იმაში ევროპაში სამკურნალოდ. და კი ბატონო, მე მადლობას ვუხდი საფრანგეთს და არა მარტო საფრანგეთს იმისთვის, რომ ამ ხალხს კურნალობენ, მაგრამ აი მაგათმა რეჟიმმა და თქვენმა გატარებულმა პოლიტიკამ რო დააინვალდა და დაავადმყოფა ეს ხალხი. ამდენი მოკლა, ამდენი აწამა, ამდენი გააქცია. და ჩვენ ისევ ჩვენ, თავრობა ჩვენ გვეუბნება ახლა რომ თურმე აი საწყალი, თურმე კოცობა, თურმე აი როგორ უსამართლოდ ექცევიან, რომელმაც საკუთარ მოქალაქეებს მიაფურთხა და პირდაპირ უთხრა, აგერო უიზო გავაკეთეთო და წადითო, სადაც გინდათო და თავი გადაირჩინეთო. კაცო და წადითო, ხო, მარწყვებზე საკრეფავად რო უშვებდა ივანიშვილი ხალხს. აქედან კაცო მეორე მხრიდან აგერო ახლაო ჩვენო გაღირსეთო თქვენო და ნორმებიო და ქცევებიო როგორ უნდა მოიქცეთო და გვამადლიან დღემდე ამ იმას. ესე იგი რა დავაშავეთ ქართველები. და ეს გაჭირვებული ხალხი დღეს ეხ დაფეთებულია, ვაიმე ვინმე საიმიგრაციო არ მოგიდოს ხელი, არ გააგდოს და არ ვიცი ხალბატონო, ეხლა ამ ოთახში მარტო მე ვარ და ჩემს მეტი ხმა არავისი არ შემოდის და ეხლა საიდან ირთვება და ვისი ირთვება ვერ გეტყვით ვერაფერს. რა გითხრათ ეხლა? მე არ მესმის რომ ეგ ხმები ყოველ შემთხვევაში. ეხლა რაშია საქმე, იცით? ეხლა რაში არის საქმე? კიდევ ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც იქნა დღეს გაჟღერებული და იქნა დღეს ამ საკითხებთან დაკავშირებით წარმოჩენილი საქართველოში. მე ამათი ბრიფინგის მოსმენის ბოლომდე თავი არ მაქვს, მაგრამ აი რასაც გეუბნებოდით, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. აი მძაღლიშვილმა კობახიძემ გამოვიდა და განაცხადა ესეთი რაღაცა. დღეს კიდევ ერთხელ ვამბობ, აი სვანეთში და დააკვირდით ამ ჰესების მშენებლობა ამ ბოლო წლებში წავა ინტენსიურად, რასაც გეუბნებოდით. შეხედეთ რა თქვა? ჩვენთანო ელექტროენერგიისო გენერაციაო არისო 4800 მეგავატიო და მალეო გეგმავთო რომ 11500 მეგავატამდეო ავიდესო. ანუ ეს გაორმაგებაზე მეტია 10 წლიან პერსპექტივაში. ხალხო, გაიგეთ კიდევ ერთხელ. ამათ საქართველო და ქართველი ერი არ აინტერესებთ. ამათ აინტერესებთ
ეს ქართველი ერი აღმოჩნდით საქართველოში ზედმეტი, ევროპაში ზედმეტი, ამერიკაში ზედმეტი, აი ამ ქვეყნებში მე არ მიკვირს, სხვა ქვეყნებისთვის არ მიკვირს. ნამდვილად არ არიან ვალდებულები ნებისმიერი მოსახლეობის მიღების და თავის წადა ქვეყანა გაქვს შენ და ამდენია 5000 ერია და სულ რაღაცა 203 თუ 204 სახელმწიფო არისა და მოგცა წინაპრების ბრძოლამ და შრომამ და თავდადება ისეთი რომ შენი სახელმწიფო გქონდეს და უმდიდრესი სახელმწიფო გქონდეს და გქონდეს იმის საშუალება რომ შენმა სახელმწიფომ შენ პატარა ერს მოუაროს. დაიცავ შენი ქვეყნის უფლებები, დაიცავ შენი ერის უფლებები და არ იქნები ასე ატორღიალებული. არ იქნები ასე ატორღიალებული. აი ხა ვამბობ რაცა საშველი. რა ჩემო ძმაო, უბრალო ადამიანები თუ არ გაერთიანდნენ ყველაფრის წინ არ უნდა ძმაო ამ ხალხს საშველზე ლაპარაკი. აგერა ქართველთა დიდი გაერთიანება თქო, პარტია ჩვენ არა ვართ, ის არა ვართ, არც მოვა 100 კაცი საქმე გაკეთდება, მოვა 1000 კაცი 1000 კაცი საქმე გაკეთდება, მოვა 10000 საქმე გაკეთდება. თანამდებობა ჩვენ არ გვინდა, არჩევნები ჩვენ არ გვინდა, არაფერი არ გვინდა, არის ეროვნული პრეტენზია, რა ქვია, მთავარი პრობლემები რაცაა და ამ ყველაფრის წინაშე პრეტენზია რადგან ვაყენებთ ქართველობა ამოვიღოთ ხმა. არ უნდა ძმაო ამ ხალხს უნდა დაჯდომა და ყურება. უნდა ყურება სხვა როგორ გაუკეთებს საქმეს. ხო და აი სანამდე ამ აზროვნებაში იქნება ერი რა ეშველება. რა უნდა ეშველოს? ან რატო უნდა ეშველოს შემოძმაო ასეთ ერს? ხო და მაგას ვამბობ შემოძმაო რომ აგერ ახლა მიადგებიან პატარა ხანში არა მარტო სვანეთს დღეს რაც დაადასტურეს კიდე ერთხელ ლამის 12000 ლამის 12000 მეგავატამდე უნდა გავზარდოთო 11500 მეგავატით უნდა იქნას თურმე საიდან უნდა გაიზარდოს ეს ენერგიები თავისთავად უნდა აშენდეს დიდი ჰესები უნდა აშენდეს ნამუხვან ჰესი ისევ რომელიც თურმე წილები ვერ გაიყვეს როგორც გუშინ დაადასტურა ნორმალურ ქვეყანაში ამას გამოძიება დაიწყებოდა აბა ვინ კრივავდა ხალხს ვინ აწყობდა ხელოვნურ პროტესტებს რომელიც თქვა პრემიერმა უნდა აშენდეს ხუდონი უნდა აშენდეს ნესკრა არის კიდე რამდენიმე მარტო სვანეთში 35 ჰესი არის დაგეგმილი ქართველებს რას უშვებით რას გვიშვებით ერს საბოლოოდ უნდა ავიყაროთ სულ ყველა და გავიქცეთ ხო და სადღაც რაღაცა მოუნახდა ბოლო რუსეთია ეგ რუიზო და არ გვამადლის რუსეთი და დედა რუსეთი მიგვიღებს და იქ საქართველოში დარჩება 10-15% ნაცკოცი დედამოწყნულები ერთმანეთის ჭამას ვითომ პოლიტიკას შეეძახიან და დანარჩენი 85% ერი გადაშენდება და იქნება ჰესები იქნება არაბები იქნება ებრაელები და იქნება სხვა რჯულის ადამიანები და იქნება ასე ხო ქვეყანა აი თქვენ ნახეთ სულ ცოტა ხანში ამათ თუ დაცალდათ იქ როაგდიან რა მოუტანონ ქვეყანას რა შეეხება აი ამ ევროპელებს რა შეეხებათ აი ამ მედიკელებს რომლებიც საქართველოს ხელისუფლებით კრიტიკით კი არ არიან ესენი დაკავებულები ამას საქართველოს ხელისუფლება ქართველი ერის ბედი ბიჭო ვინ შეიძლება როგორი აი ელემენტარულს გეკითხებით აი ნებისმიერი თქვენთაგანი აიღეთ და ავიღოთ სიტყვაზე რომელიმე ქვეყანა ავიღოთ ნორვეგია თქვენ უფრო გადარდებთ ნორვეგიის მომავალი თუ ნორვეგიას უფრო ადარდებს ნორვეგიის მომავალი აი გეკითხებით ელემენტარულს კითხვას გისვამთ თქვენ უფრო გადარდებთ თუ იმათ რა თქმა უნდა ბუნებრივია ხო ვინცა მისი ქვეყნის შვილი იმას უფრო ადარდებს აიღეთ დანიელს უფრო ადარდებს მისი ქვეყნის მომავალი თუ ქართველს უფრო ადარდებს რა თქმა უნდა დანიელს ხო ნებისმიერი ქვეყანა აიღეთ ასე აბა საქართველოში რატო არის ასე რომ ქართველზე მეტად საქართველოს ბედი შეიძლება ადარდებდეს ამერიკელს ევროპელს თურქს რუსს აზერბაიჯანელს და ასე შემდეგ რატო არის საქართველოში ეს სტერეოტიპი დამკვიდრებული რომ ყველა ჩვენ პარტნიორს თუ სტრატეგიულ მოკავშირეს თუ რავი რა დედის პლანს ეძახით ერთი მეორეს როგორ შეიძლება საქართველოს ბედი იმას ადარდებდეს უფრო მეტად ეს ხო გამორიცხულია არ შეიძლება იყოს მილიონში ერთი
მილიონში 10 მილიონში ერთი შეხვდეს სადაც აღმოჩნდეს ვიღაცა ისეთი გამონაკლისი ადამიანები, რომლებიც იყვნენ ისტორიაში და არიან დღესაც ძალიან ერთეული ქართველოლოგები, რომლებსაც მართლა უყვართ ეს ქვეყანა და ნამდვილად ვიტყვი იმას, რომ იმას უფრო ადარდებს საქართველოს მომავალი, ვიდრე გამოსწირებულ ნაცკოც. მაგრამ პატრიოტ ქართველზე მეტად არც იმას არ ადარდებს. საქართველოში რატო არის ასე მიღებული? ჩვენთვის რატო არის ასე მიღებული, რომ ვიღაცა ფოგიტას, ვიღაცა ფონ კრამონს, ვიღაცა ფონ დერ ლაიენს ვიღაცა გამოსწირებულ უილსონს, ვიღაცა გამოსწირებულ რუბიოს, ვიღაცა გამოსწირებულ ავის ეს მთელი ეს ჯოგი ეს ნახირი რო შეკრიბო, იმათ უფრო ადარდებთ საქართველოს ბედი და საქართველოს მომავალი ვიდრე ქართველ ადამიანს. რატო არის ეს ასე მიღებული? მე არ ვამბობ იმას, ნაცკოც ფეხებზე კიდია ქართველიერი. აი ფეხქვეშ რო ხართ გაგებული. ფეხქვეშ რო ხართ გაგებული და უაპელაციო ტრაქში უძლებით ევროპელებს, ამერიკელებს და ნებისმიერ უცხოელს. ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და თუ ვინმემ რაღაცა განსხვავებული თქვა და რაღაცა ეროვნული ინტერესი ახსენა და თუ რაღაცა მისი წარსულიდან მზად ხართ, ყელი გამოღადროთ. აი, იმიტომ მიდის ამ ქვეყნის საქმე და კიდევ უფრო უარესად წავა. ყველასთვის ზედმეტი ვართ. ურიებისთვის რო ზედმეტი ვართ, ახლა გაიგეთ, ამერიკელებისთვის რო ზედმეტი ვართ, ახლა გაიგეთ. ევროპელებისთვის რო ზედმეტი ვართ, ახლა გაიგეთ. რუსებისთვისაც რო ზედმეტი ვიყავით, ახლა გაიგეთ, ახლა მოხსნა რუსებმა savizо რეჟიმი თუ არა, ვიზა ქონდა რუსებსაც დაწესებული და საერთოდ არანაირი ინტერესი არ ქონდათ ქართველების მიღების განულეს ლამის სააკაშვილის გამო თელიერი გადაიკიდეს 2008 წლის ომის მერე. იქა ჩაკეტილი ნებისმიერმა ყველამ კიდე ისრაელში რატო შემსუბუქდა, იმიტომ შემსუბუქდა, რომ ომი არის და გაიცა ეს გააქციეს ან გაყარეს ეს არაბი და მუშახელი ჭირდება და გაზვარდყავებული, გაშიმშილებული ქართველი, რომელსაც ჯოჯოხეთში აქვს ქვეყანაში გარბის და ომი აქვს ქვეყანაში და იქაპირებს დარჩენას კიდე რომ ვალები გადაიხადოს. ისევე ამ ურიების ბანკებიდან ჩავარდნილი ვალები. იგივე ევროპელს რაში ჭირდება? ძალიან კარგად იცოდნენ. შედით აგერ რა ევროპელებმა არწიან. ნახევარზე მეტი საფრანგეთი, ქართლის მუშები, შავი მუშები, თელმა საფრანგეთმა იცის. ყველა არა ლეგალებია. ყველას ყალბისაბუთები აქვს, ყველა ყალბისაბუთებით მუშაობს. ფრანგი არ მუშაობს. არ მუშაობს ფრანგი არ იმაშვება, არ იკლავს თავს. არც დამსაქმებლებს არ უნდათ ფრანგის მიღება სკოტაშურის საფრანგეთში. იმიტომ რომ კანონები იცის და ზედმეტად ინტრიგანია და შეიძლება ორი რაღაცა გააკეთოს, ფეხს გადაიდოს, მერე სახელმწიფოს აღდებიოს ფული. დამონებული ქართველის დამუშავარი ასე ჭირდებათ. და არა მარტო ქართველის. ამერიკაში თუ მიდიან ქართველები რა თვიდიან ფეხს გადასადები ცხოვრები იქაც ხო მონური მუშაობისთვის მიდიან. ამას გვამადლიან ჩვენ. და ჩვენ თავის ფასი არ ვიცით. აბა როგორ გგონიათ თქვენ ქოცები რომ ასე ექცევიან ევროპას და წადით ვიცია და ქართველებს კი უწესებთ savizо შეზღუდვებს და ქართველებს კი ჭამთ დაშორებულ და დაქცეულ ოჯახებს კიდე კი აშორებთ ერთმანეთს. და გაძვალტყავებულ ხალხს, რომელსაც ერთი ბიჭო ილ-დე ფრანსის 3ჯერ და 4ჯერ მეტი დიდია ვიდრე საქართველოს პარიზის ირგვლივ. ელემენტარული. ადაკეთ ვიზია და დაწყებული ეგრე ივანიშვილის გარდა გავსებულია ქართველი ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსებით და ბიზნესმენებით ევროპული ბანკები. ჩამოართვით ყველას ქონება, გააკეთეთ ერთი ფონდი და ადექით და თითოეული საქართველოს მოქალაქეზე გადაანაწილეთ ის ქონება მიეცით და დაასვენეთ. მებრძანდით ბატონო. მადლობას გეტყვით ქართველიერი. ფეხებზე კიდია კოცებს. პირიქით გაუსწორდებათ. ძალიან გასწორებულში იქნებიან თუ ევროპელები საქართველოს გამოყრას დაიწყებენ. აი ზმაო ჩვენ ომში არ ჩავერთეთ და ამიტომ გვექცევიან ას. ამდენს ვერ ხვდებიან. არ აინტერესებთ ეს. ყველას კიდია ფეხებზე საქართველოს, ყველას უნდა თავისი ინტერესის გატარება ამ ქვეყანაში. და არ არის ამ ხალხის და ამ ქვეყნების ინტერესი არ არის საქართველოში ქართველი ადამიანი კარგად ცხოვრობდეს. ამათი ინტერესი არის სულ სხვა რაღაც. დატარებენ თავის, მაგრამ უბედურება რაში არის? უკვე ისე გათავხედდნენ. საერთოდ არაფრად მიაჩნიათ. არც ის მიაჩნიათ რომ ელჩები არიან, არც ის მიაჩნიათ რომ უცხო ქვეყანაში არიან, არც ვერც ერთი ელჩი რაც დღეს საქართველოში ბედავს. ვერც ერთი ჩინოვნიკი და პოლიტიკოსი რაც საქართველოში ბედავს. ვერც ერთი ვერ გაბედავდა ამის 10%-ს კი არა 1%-ს მის ქვეყანაში.
იმიტომ აქ სხვა კონტროლის მექანიზმებია. და ვიღაცა ეტყოდა ამას მოაკეთებ ასე. მაგრამ საქართველოში კი ბატონო. ეგა და ჩვენ თუ გჭირდება მშვიდობა და ჩვენ თუ გჭირდება არსებობა, განსაკუთრებით ევროპელებს მინდათ გითხრათ. განსაკუთრებით ევროპელებს. ტრაკიდან განათლებულებს სრულიად სიტყვის მნიშვნელობით. თქვენ უფრო გჭირდებათ მით უმეტეს დღევანდელ რეალობაში საქართველოში მშვიდობა. კი. იმიტომ რომ რუსეთთან დაწყებული ფინეთიდან ჩამოყოლებული აგერ საქართველომდე საზღვარი დაკეტილია. არანაირი მიმოსვლა, არანაირი სარკინიგზო საკომუნიკაციო საშუალებები. აგერ ირან-ისრაელის დაპირისპირება პლუს შეერთებული შტატები მარტო სპარსეთის ყურეს დავიგანებენ მიყოლებული ბაბელმანდების სრუტე თავიდან ბოლომდე გადაკეტილი მიკეტილი როგორც იყო ომის დროს შეიძლება ახლაც უარესად და უარესად მოხდეს და დღეს თუ ხოლ აგერ ირანელებმა კიდე ამერიკელების ვერტფრენი ჩამოაგდეს და კიდე გაახდება ეს ყველაფერი ესე არ დარჩება ეს არაფერი ომი არ გაჩერებულა ეს ინტენსივობა მოიკლო. ერთადერთი რაცაა დარჩენილი, ერთადერთი არის კავკასიის დერეფანი დარჩენილი. ხო და აი კავკასიის დერეფანის თუ აფეთქდა და გადაიკეთა, მე ნახეთ უფრო გემრიელად თქვენი ეკონომიკური წისვლა და თქვენი ან თვითფრინავები საიდან იფრინენ, ან ტვირთბრუნვა საიდან გექნება ჩინეთთან, ან იგივე გაზი და ნავთობი რომელიც კავკასიის რეგიონიდან მოგეწოდებათ. ერთი შევხედავ მე ერთი როგორ იქნება. არა დღევანდელი მე რატომ ვიცი იმდენად იდიოტი პოლიტიკური კლასი ყავს დღეს ევროპელებს თავიანთი ქვეყნის და თავიანთი გაერთიანების დაქცევა თავიანთივე ხელით ხდება და მე არ გამიკვირდება ხალხმა რომელმაც პოლიტიკოსებს უწოდებენ მის თავს და რუკაზე ვერ შეუძლიათ ნახონ ირანისა და იმათმა საქართველოსთან მიმართებაში ნორმალური აზროვნება და ეს დამოკიდებულება კონდეთ. მე ეს ნამდვილად არ გამიკვირდება, იმიტომ რომ თუ რამეს ვაწყდები დღეს დღევანდელ ევროპაში და განსაკუთრებით ევროპის პოლიტიკაში, ესა ჩოლუნგობა და იდიოტიზმი. მაგრამ ეს კაი ჯანდაბა სამათი. ჩვენში რას ვაწყდები? ღალატს და მოღალატეობას, მეც არაფერს. ამის თქმა მინდოდა შემოგარგებოდა. თქვი არ შეგაწყეთ თავს თქო, მაგრამ მაინც ორცელი ლაპარაკი გამომივიდა და რაც შეეხება იმას თუ შემოიღებენ ვიზას, კეთილინებეთ შემოგარგებო. მიბრძანდით იქნება სავიზო სამსახურები და გადაიხადეთ ფული და მოგცემენ ვიზას და აიღეთ და წადით. და ამის გულისთვის ნუ დააქცევთ ქვეყანას. ისედაც დააქცეული და გასწორებულია მიწასთან ქვეყანა. ისედაც გაფარჩაკებულია. დედა აქ ნატირები ყველანაირად ამ მდგომარეობაში რო არაფერი რო არ შეიცვალოს, ისიც არაფერი არ გვიწერია. აი 10-15 წელიწადში საქართველოსთან სახსენებელი თუ დარჩება, საკითხავია ეს. მაგრამ კიდე ნუ დააჩქარებთ, იმიტომ შეიძლება ამ 15 წელიწადში რაღაცა შეიცვალოს. ნუ იქნებით იდიოტები, რომ ვიზა ლიბერალიზაციის გამო თლად დააქციოთ ქვეყანა. ეგ არის. კეთილინებეთ და მიბრძანდით. იმის გამო, რომ თქვენ რო ყავა დალიოთ პარიზში და არა ვოდკა არ დალიოთ ჩელიაბინსკში. თქვენ დებილი დედა შევეცი. რა ევროპა იცით და საერთოდ მოდებაში ხართ, რამის თუნდაც იმ სმაჭამაშიც არა ხართ. მოდებაში ვის გაუგონია ფრანგული ყავა. ყველგან მიფურთხებულია და მიგდებული. წად ზე ყავის დალევა თუ გინდა იტალიაში დალია და საბერძნეთში დალია. ფრანგული ყავის დალევა უნდა პარიზში. აი ჩემო კარგებო, კარგად ზანდებოდით.